ლაფანყურში მომხდარ ინციდენტს რუსული და ივანიშვილის ფულით დაფინანსებული მედია ერთნაირად აშუქებს. სპეციალურ გამოშვებებში მეცხრე არხი ღიად აცხადებს, რომ დაღესტნის საზღვართ არ განვითარებული მოვლენები ქართული მხარის პროვოცირებული იყო. იგივე პოზიციის ტირაჟირებას ეწევა კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიაც. ქართული და რუსული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის უცნაურ მსგავსებაზე რუსუდან ჯიქიაგი ამბობთ. მილიარდერმა საკუთარი პირის ღრუს მოწესრიგების შემდეგ მოიცალა ესაუბრა დივერსიული ჯგუფის დევნის ოპერაციაზე. იმდენად აღარ ვინდობთ ჩვენს ხელისუფლებას, რომ სულ გონია რომ მაგათ დაგეგმილია რაღაც. არ ვიცი, ალბათ გავერკვევით თბილისში ჩავალ ეხლა ველოდები. მისი პასუხი კიდევ ერთი გამოძახილია ბიძინატევის პროპაგანდის. ყველაზე მთავარი ამბავი, ანუ სანამ გეძინათ თუ დაგეძინებოდეთ. სანამ მეცხრე არხის დილის წამყვანებს ეძინათ, სახელმწიფო საქართველოში შემოჭრილ დივერსიულ ჯგუფს დევნიდა. რა ხდება რას? არაფერი. აბა რა უნდა იქნება? ეს მეცხრე არხის ჟურნალისტის მთავარი შეკითხვა იყო. ბიძინისტი ჟურნალისტების მეორე მთავარი შეკითხვა ასე გამოიყურება. პრესამსახურის ხელმძღვანელი ვინ არის? სახელი და გვარი რო გითხრათ. პრესამსახურმა რა ხელმძღვანელი ვინ არის? პრესამსახურის და სახელი და გვარი რო მითხრა, რომ გავიგო ვინ არის. წესით უნდა ეკითხა საკუთარი პროდიუსერისთვის, მაგრამ ასე იფიქრეს უფრო პანიკური იქნებოდა, რადგან ასე ჩანს უნდოდათ ენახებინათ, როგორ უჭირდათ მუშაობა. ჟურნალისტებს სოფელში შესვლის შესაძლებლობა არ მოგვცეს. ჩვენ ჟურნალისტებს ამ მიმართულებით არ გვეძლევა გადაადგილების საშუალება. ჩვენ იცით ალბათ, რომ არ გვეძლევა სამწუხაროდ იქით გადაადგილების საშუალება. გადაადგილების საშუალებას დევნის ოპერაციის გამო მედიის უსაფრთხოებისთვის ღუდავდნენ, თუმცა სიტყვა დევნას ორი ოლიგარქის ფულზე გაყიდული მიქიაშვილი ბლეფს უწოდებს. ნაცვორდინგში ახალი ტერმინი დევნის ოპერაცია. ბლეფ. იქვე ამატებს, რუსულად ხომ არ დავწეროო, თუმცა ლათინური ასოებით დაწერილიც რუსულ ხელწერას ადვილად კითხულობს. მანამდე კი გამთენიას მეცხრე არხის ეთერში ერთმანეთს ასე ესალმებოდნენ. საღამო მშვიდობისა, ნათია. წამყვანი ლაზაშვილი კი სვამდა ყველა შეკითხვას გარდა კითხვებისა, ხომ არ დაშავდნენ სამხედროები. ემუქრება თუ არა საფრთხე ქართულ სახელმწიფოს. ბიძინატევისთვის მთავარი იყო, როგორ გამოიყურებოდნენ სამხედრო ავტომობილები. შინაგან საქმეთა მინისტრმა უკვე დატოვა სოფელი, თუ გაქვს ინფორმაცია ის საზღვრის მიმართულებით წავიდა თუ უკან თბილისში დაბრუნდა. სად არიან სასწრაფო დახმარების ის მანქანები, რომლებიც სოფელში შეიყვანეს? სოფელს კიდევ ორმა ვერტფრენმა გადაუფრინა. რა სახის სამხედრო მანქანაა ეს, თუ შეგიძლია რომ აღვიწეროთ? პანიკის პროპაგანდის მიღმა იყო ტყვილიც. პოლიციის დამატებითი ძალები შევიდნენ ამ ტერიტორიაზე, მათი ინფორმაციით მთიდან ამ დრომდე არ დაბრუნებულან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. არადა სამართალდამცველების კომენტარი მხოლოდ ასეთი იყო. შინაგან საქმეთა პრესსამსახური გაქცევს ამ კითხვებზე პასუხს. ანუ ბიძინას წამყვანს არ ჰქონდა ინფორმაცია პოლიციისგან, თუმცა კი მათ მიაწერა სასწრაფო დახმარების მანქანების გადაადგილება. ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გურიანიუსთან საუბარში აცხადებს, რომ ინფორმაციის სიმწირე მომხდარის ზუსტი შეფასების საშუალებას მას არ აძლევს, თუმცა მიიჩნევს, რომ რაც ხდება ქართული მხარეს მიერ მოვლენების შეგნებულ ესკალაციას გავს, რათა არჩევნების თემა გადაიფაროს. ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე, თუმცა ბიძინას ეტალონი პოლიტიკოსი მეცხრე არხს არ დავიწყებია. არის ჩემი ეტალონი პოლიტიკოსის. თუ ტანკების გადაადგილებაზე ვილაპარაკებთ, მართლაც ქართულმა მხარემ შეიყვანა პირველი მძიმე ტექნიკა ცხინვალში. აფხაზური საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ განვითარებულ ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია. პუტინს რომ არ დაეცვა სამხრეთ ოსები, ფაქტობრივად მათი გაუცხოება მოყვებოდა და იმის მაგივრად, რომ ოსები გამოიყენებინა სტაბილიზაციისთვის ჩრდილოეთ კავკასიაში, ოსები გახდებოდნენ რუსეთისთვის დამატებითი მტრები, როგორც დღეს ჩეჩნები არიან. ბიძინისტი მედიისა და ბიძინისტი პოლიტიკოსების რიტორიკას ემთხვევა ის, რასაც წერენ რუსული საინფორმაციო საშუალებები. პანიკა და პროვოკაცია. ბოლო დღეებში რუსეთს საქართველოს საზღვრის ეს მონაკვეთი არ დარღვეულა არც ქართული, არც ჩვენი მხრიდან. თბილისში დროდადრო აკეთებენ მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს, რომლებიც რეგიონში არსებულ ისედაც რთულ ვითარებას უარესად ძაბავენ. ბიძინატევე აპელირებდა ტყვეების პოლიტიკური შეხედულებებით. დაკარგული 5 ახალგაზრდიდან 3 ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია. რატომ იყო ნიშანდობლივი ის ცნობა, რომ საქართველოს გატაცებული მოქალაქე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია მხოლოდ ბიძინამ თუ იცის?
მილიარდერის ჟურნალისტებმა კი იცოდნენ, რა პათოსის ინტერვიუები გამოადგებოდა მათ პროპაგანდას. ამიტომ ავრცელებდა კახეთის საინფორმაციო სააგენტო ერთი კაცის აზრს დიდი ინტენსივობით. არავითარი გამტაცებელი აქ არც ლეგი ყოფილა, არც რუსი ყოფილა, არავინ არ ყოფილა. ეს აწყო ამ მთავრობამ. რა შეაწყობოდა? რა შეაწყობს, იმიტომ რომ ეშინიან ეთყობა ამ არჩევნებისა. მაგრამ სხვა რა უნდა იყოს? რა უნდა იყოს სხვა თუ არა, ეგ რო ეშინია. ეს გაეკრდა და ესეც მაიგონეს. რო ლეკები გადმოვიდა, ეგრა კი, ლაფანყურები არ აიჯერა, მაგრამ ნაფარეული ართან არის, ანიორ არის და ეს ხალხი დაატერორეს უკვე. დააშინეს. არავითარი აქ რუსი არ გადმოცულა, არც წაუყანა. ეგ ბიჭები არიან ნაციონალების სიცენი. მილიარდერს საკუთარი მედიის გარდა საკუთარი ექსპერტებიც ყავს, ვინც ზუსტად იმავეს ამბობს, რასაც რუსული ინტერფაქსი. მე უფრო მეჩვენება რომ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბოსთან საქმე. მოკლედ, რუსულმა და ბიზნეს მედიამ რუპორში ერთად კი ჩაყვირა, მაგრამ საბოლოოდ ამ რიტორიკისგან მხოლოდ ფურცლების შრიალი თუ დარჩა.